მოგესალმებით. გამჩენის წყალობით ვაგრძელებთ ჩვენ შაბათის წესების შესწავლას. შემდეგი თემა გვაქვს ორი თემა. რაც შეეხება შაბათის შემოსვლას. პირველი თემა არის შაბათის მიღების არახები. როდის უნდა მივიღებთ და როგორ ვღებულობთ შაბათის დღეს და მეორე გვექნება ბეზრათ ჰაშემ შაბათის ღამის ყალბითის ლოცვის წესები. ბეზრათ ჰაშემ პირველი თემა შაბათის მიღების თემა, როგორც ჩვენ წინა გაკვეთილზეც ვახსენეთ, მანდილოსნები და მამაკაცები სხვადასხვა დროს ვიღებულობთ შაბათ დღეს. პირველ ღებულობენ მანდილოსნები თავის სანთლების ანთების, შაბათის სანთლების ანთების მეშვეობით დასრულების შემდეგ და მამაკაცები ღებულობენ ან ლოცვის დროს, ან მზის ჩასვლის დროს. პირველ რიგში რა ვიღოთ ორივე როგორც მანდილოსნებს ასევე მამაკაცებსაც გვევალება ყველას რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადოთ, დავამატოთ ჩვეულებრივი დროდან სიწმინდეზე. რა იგულისხმება აქ, რომ ჩვენ უფრო მეტი დრო გავატაროთ გამჩენის წყალობით შაბათს. შაბათი არ იგულისხმება მარტო თქვათ შაბათის სანთლების ანთება თქვათ 6 საათზე და всё 6 საათამდე არ შემიძლია შაბათი დღე მივიღო? რა თქმა უნდა რომ არა. 6 საათი არის ეს შაბათის სანთლების ანთების თქვათ დრო, ან თქვათ 7 საათი არის მზის ჩასვლის დრო და ეს არის მაქსიმალური, როდესაც შეგვიძლია დავაგვიანოთ. მაგრამ თუ ადამიანს აქვს საშუალება, რომ ადამიანმა მიიღოს შაბათი დღე 10 წუთით ადრე, 15 წუთით ადრე, ყველაფერი გააკეთა, ყველანაირად მომზადებულია, ყველაფერი იდეალურად არის სახლში, არაფერი გასაკეთებელი არ აქვს, თუნდაც მანდილოსანს, ყველაფერი მზად არის. ამაზე კაი რა არის შულხან-არუხი წერს, რომ ადამიანმა დაუმატოს ჩვეულებრივი დღიდან სიწმინდეზე, ანუ შაბათი დღე უფრო გაზარდოს, უფრო დიდი დრო გაატაროს ადამიანმა შაბათ დღეს. რას ვღებულობთ თუ ადამიანი დაამატებს შაბათ დღეს და უფრო მეტ დროს გავატარებთ, ეს არის როგორც მამაკაცებზე, მანდილოსნებზე ასევე ყველასთვის, ასევე ბავშვებისთვისაც. რას ვღებულობთ ჩვენ? პირველ რიგში ნათქვამია რომ ეს არის მიცვა ლეჰოსივ მი ხოლ ლეკოდეში. ჩვენ უფრო მეტი დრო გავატაროთ შაბათ დღეს, უფრო მეტად გავატარებთ უფრო ახლოს გამჩენთან. რადგანაც ვიცით რომ შაბათ დღეს ვღებულობთ, დამატებით ნეშამასაც ვღებულობთ, უფრო ასე ვთქვათ უცებ თორაში რომ მიდრაში ბრძანებს შაბათ დღეს ეხუტება გამჩენი ისრაელის ერს. თითქოს რა სხვა დღეებში არ ეხუტება? არა, რა თქმა უნდა რომ ეხუტება, მაგრამ რაზეა ნათქვამი, რომ ჩვენ უფრო მეტად, ანუ ადამიანები უფრო მეტად მოვიცლით გამჩენისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს. ჩვეულებრივ დღეს ჩვენ გვაქვს სამსახური, შეიძლება სწავლა, იქ სხვა საქმიანობა, იქ ადამიანს ტელეფონი აქვს, რაღაცას ლაპარაკობს, რაღაცას აკეთებს, ნაკლები დრო აქვს, როგორც ოჯახისთვისაც, ასევე გამჩენისთვისაც. და როცა ნათქვამია შაბათ დღეს ყველაფრისგან განთავისუფლდებით, მარტო ორი ასე ვთქვათ საქმე ქუჩება, ეს არის გამჩენის მიცვები და ჩვენი ოჯახი. ამიტომ არის ნათქვამია თითქოს და გამჩენი მოდის და უფრო ჩვენთან უფრო ახლოს არის, ჩვენთან უფრო მეტ დროს ატარებს და იმაზეც როგორც წინა გაკვეთილებზეც თქვით, რომ ყოველი თითოეული გადადგმული ნაბიჯი მიცვა შესრულებული შაბათ დღეს, როგორც ბენიშხაი ბრძანებს, რომ უამრავჯერ გვიმარავლებს გამჩენი. თქვათ ადამიანმა გახსნა თორა და ისწავლა ჩვეულებრივ დღეს, მიცვა, თქვათ 1 საათი ისწავლა, 1 საათი მიცვა აქვს. თქვათ 10 სიტყვა თქვათ თორის, 10 სიტყვა თორის მიცვა ჩაეწარდება. მაგრამ ნათქვამია თორაში, როდესაც ადამიანი შაბათ დღეს ძლიერდება და უფრო მეტ თორას სწავლობს, მეტ მიცვას აკეთებს, მეტ უფრო გამჩენს უახლოვდება, ბენიშხაი წერს, არის აზრი რომ 100-ჯერ უფრო უამრავლებს გამჩენიო, არის აზრი რომ 1000-ჯერ უამრავლებს. არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც 100-ჯერაც რა იყოს, მიცვებს უფრო გვიამრავლებს გამჩენი. ამიტომ ეს ნათქვამი, რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ შაბათ დღეს, თუნდაც 10 წუთი, თუნდაც 15 წუთი, ნებისმიერი ჩვენი ერთი თელი მის ნათქვამი შაბათ დღეს, უკვე შაბათ დღე მივიღეთ, ბევრად უფრო დიდია, ბევრად უფრო ასე ვთქვათ გვიმრავლებს გამჩენი ყველა გადადგმულ ნაბიჯს და ყველა მიცვას, რასაც შაბათ დღეს გავაკეთებთ. შესაბამისად, ამიტომ მიცვა არის თორიდან ლეჰოსივ მი ხოლ ლეკოდეში. დავამატოთ უბრალოდ დღიდან
პარასკევი დღიდან შაბათ დღეს უფრო მეტი დრო გავატაროთ შაბათს. შესაბამისად ყველა ადამიანმა გადახედოს თავის თავს, ყოველი წუთი არის ძვირფასი, თითოეულს როგორც თორაში წერია რა, ვიყოთ შაბათ დღესაც, ვიჯდეთ, არაფერი არ გავაკეთეთ, ეგეც მიცვაა. შესაბამისად ჩვენ ყოველი წუთი მიცვაში შეგუთვლება, თუ რამე საშუალება გვექნება ბარუხ იემ. რაც შეეხება მანდილოსნებზე ვახსენეთ, რომ ჩვენ მანდილოსნები ღებულობენ შაბათ დღის სანთლების ანთების დროს, მამაკაცები ღებულობენ ან ლოცვის დროს, ან მზის ჩასვლის დროს. ამ შემთხვევაში არის ეგეთი ალახა მოყავს შულხან არუხს, შეუძლია თუ არა მანდილოსანმა სთხოვოს მამაკაც გააკეთოს საქმიანობა, ანუ რაც შაბათს აკრძალულია, სანამ იმას შაბათი აქვს მიღებული. სანამ არ აქვს მიღებული. მანდილოსანმა უკვე მიიღო შაბათი დღე, უკვე სანთლები ანთა და უცოდ დაიწყდა, თქვათ, გაზი ჩასაქროვი. რაღაც ეგეთი, ხო? არ შეიძლება შაბათ დღეს გაზი ჩავაქროთ, მამაკაც არ აქვს შაბათი მიღებული და ასე ვთქვათ, მანდილოსანმა უკვე შაბათ დღე მიიღო. შეიძლება თუ არა ჩვენთვის ამ მანდილოსანმა თქვა სხოვოს მამაკაც ან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შაბათი არ აქვს მიღებული, რომ გააკეთოს საქმიანობა. წერია შულხანში რომ შეიძლება. რადგანაც პირველ რიგში რომ მისთვის არის მარტო შაბათი, ანუ მანდილოსნისთვის, ანუ დედამიწაზე ყველას არ მიუღია შაბათი დღე, ხო მარტო მანდილოსნებმა მიიღეს კონკრეტულ ადგილზე ქალაქში და ასე შემდეგ. მეორე კიდე შეუძლია უთხრათ ადამიანს, ჩემთვის გააკეთე, თუ მისთვის აკრძალული არ არის. მამაკაცმა ჯერ არ მიიღეს შაბათი დღე, შეიძლება მანდილოსნებმა სთხოვოს მამაკაც და ასევე ხდება შაბათის გასვლის შემდეგაც. თუ ადამიანმა რაღაც მიზეზების გამო შეყომდა და შაბათი არ გაუყვანია, თქვათ 8 საათზე გადის შაბათი, ერთმა გამოილოცა, მისთვის შაბათი გავიდა, მე კიდე არ მილოცია. მე კიდე შაბათი შევაჯერ, რადგანაც ვიცით რომ შაბათი და ლოცვით, როცა მე ვიტყვი რომ ამაბდილ ბენ კოდეში ლხოლ, ვიტყვი მაგ ტექსტს, ასე ვთქვათ, შაბათის გასვლის ტექსტს ამიდის ლოცვაში, ან პირით გამოთქვა, როცა შაბათის გავაუკვე, სანამ არ მაგას არ გავაკეთებ, მე შაბათ დღეში ვარისო. არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ დაღამდა თუ არა. შეიძლება დაღამდეს, მაგრამ მე კიდე 1 საათი თქვათ, შაბათის გასვლიდან კიდე შაბათი შევიყო. ამ შემთხვევაში შემიძლია თუ არა ვუთხარა იმ ადამიანს, იმაც უკვე შაბათი გამოილოცა, გააკეთოს ჩემთვის გარკვეული საქმიანობა და მე მისგან მივიღო სიამოვნება ამ საქმიანობისგან, თქვათ, შუქი ამინთოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რომ შეიძლება, რადგანაც ჩვენ გვაქვს 2 მიცვა შაბათ დღესთან დაკავშირებით, ერთი მე დავიცვა შაბათი დღე არ დავარღვიო და მეორე რომ არ დავარღვევინო სხვა ისრაელის შვილის შაბათი დღე. არ შემიძლია მე სხვას უთხრა, მიდი დაარღვიო და მე არ დავარღვიო. არა, მე როცა ღუბეც გავ იმას რომ დაარღვიო შაბათი დღე, მეც შემეძლება დაარღვევაში, რადგანაც 2 მიცვა გვაქვს ჩვენ, შენ დაიცავი შაბათი და სხვას არ დაარღვევინო შაბათი დღე. შესაბამისად შეიძლება უთხრათ ადამიანს, რომელსაც უკვე შაბათი არ აქვს, ანუ გამოილოცა შაბათი, ან შაბათი არ მიუღია. რაც შეეხება როდის ღებულობთ შაბათ დღეს, ჩვენ თქვით რომ მამაკაცები ღებულობენ შაბათის დღეს მზის ჩასვლიდან. თუ უკვე ასე ვთქვათ, თუ ჯერ არ ულოცია, ღებულობთ ჩვენ შაბათ დღეს ან ბოდიში თუ ილოცა მაშინ მივიღებთ შაბათ დღეს, თუ უკვე შაბათ დღის მეხების ლოცვები წარმოვთქვით, იგივე წესი არის, რომ კაი ადამიანმა მამაკაცმაც მიიღოს ნაადრევად შაბათი ვიდრე თქვათ მზის ჩასვლა და ასე შემდეგ. რაც უფრო ადმეთ უკეთესი, მანდაც არის ძალიან ბევრი რამ გადააჭეროს ადამიანმა, მაგრამ შეუძლიათ 15-20 წუთი და ასე შემდეგ შეიძლება ადრე მივიღოთ შაბათი დღე. ასევე როდის ღებულობთ შაბათ დღეს, ჩვენ ვიცით რომ ან ლოცვა, ან მზის ჩასვლა. რატო? რადგან წერია თორაში რომ მზის ჩასვლა არის ეს ეგეთი სიტყვები წერია თორაში ბენ ჰაშმაშოთ. ეს არის დროებს შორის. მზის ჩასვლა როგორც კი ნათქვამია თორაში, თქვათ 7 საათზე ჩადის მზე, всё, იქ ყველაფერი დამთავრებულია, რადგანაც ბენ ჰაშმაშოთი ეს გულისხმობა თან ღამეც არის, თან ღამეც არ არის. ანუ მზე ჩადის. ჯერ ბოლომდე დაბნელებული არ არის, მაგრამ არც მზე არ არის, უკვე მზე ჩავიდა. უკვე აღარ ეწოდება მაგ დღეს მზიანი დღე, ანუ დღე აღარ ეწოდება. შესაბამისად, შულხან-არუხის მიხედვით, იგივე კაი დღეებზე, იგივე მარხვებზე, იგივე შაბათ დღეზე, ყველანაირი იკრძალება მზის ჩასვლიდან. როგორც ვახსენეთ, წინა გაკვეთილშიც,
კაია ადამიანმა არ მიიყვანოს ახლოს მასზე მზის ჩასვლამდე, რამოდენიმე წუთით მაინც ადრე მივიღოთ შაბათი დღე. როდესაც ადამიანი დადგება მზის ჩასვლის დრო, ყველაფერი გვეგრძელება, მათ შორის საქმიანობაც, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა უკვე შაბათი დღე შემობრძანდა, მზის ჩასვლა უკვე არ არის აქ ნებაყოფლობით მე ადრე მივიღეთ, გვიან მივიღე შაბათი დღე, არამედ ყველასთვის შაბათი შემოვიდა მაგ ქალაქში და მაგ ადგილას და ყველა აკრძალვები გარდა იმისა, რაც აკრძალული არის საქმიანობა, ჩვენ მიცვებიც ყველა მიცვებს ღებულობთ შაბათი დღისას. იგივენაირად ავიღოთ, არც ჭამა შეიძლება, არც დარბა არ შეიძლება, იმიტომ რომ უნდა გავაკეთოთ კიდუში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ლოცვას, ადამიანს შეუძლია თუ არა, როდის უნდა ვილოცოთ ჩვენ ჩვეულებრივი დღის ლოცვა და შაბათის დღის ლოცვა. როგორც ჩვენ ახსენეთ, ჩვეულებრივი დღის ლოცვა, ანუ მინხის ლოცვა, მამაკაცი ლოცულობს სანამ შაბათი დღე დადგებოდა. რადგან ჩვეულებრივი დღეზე ნათქვამი არის, რომ შეუძლია ადამიანმა თქვათ მზის ჩასვლამდე ვერ ილოცვა მინხის ლოცვა, ანუ შუა საღამოს ლოცვა, შუა დღის ლოცვა ქვია საღამოს ლოცვა, სანამ დაღამდება, ასე თქვათ, ყალბის ლოცვამდე. შეუძლია კიდევ 13 წუთი ილოცოს ბედიავად. რადგანაც კიდე, ასე ვთქვათ, ბენაშუაშვეთი ეკუთვნის იმ დროს, რომ თითქოს და არის აზრი, რომ ეს დღე არის. მაგრამ შაბათ დღეზე ეგეთ რაღაცა არ შეიძლება, რადგანაც თუ მიდის იმ კუთხის მხრივ, რომ შაბათი დღე შემობრძანდა, ჩვეულებრივი დღის ლოცვას ვერ ვლოცულობთ, რადგანაც ჩვენ ლოცვები სხვანაირი გვაქვს. შესაბამისად, კარგია ყოველთვის ამ პრობლემებში რომ შედის ადამიანი, ერთი რამეს ყოველთვის მიაქცევს ყურადღება, არ ვილოცოთ ჩვენ საეჭვო პერიოდში. შაბათი შემოვიდა თუ არ შემოვიდა, ჩვეულებრივი დღე უნდა ვილოცოთ თუ არ ვილოცოთ, ამიტომ ყოველთვის გავფრთხილდეთ, ვილოცოთ ჩვეულებრივი დღის ლოცვა, სანამ მზის ჩასვლის დრო დადგებოდეს. რაც შეეხება თუ უკვე ადამიანმა ილოცა შაბათი დღის ლოცვა ნაადრევად, როგორც ჩვენ ვიცით, მიიღო შაბათი დღე, თუ რა თქმა უნდა არ დააფიქრა. თუ დააფიქრა, მაგალითად ჯამათი იყო პერიოდები, იგივე კორონავირუსზე იყო პერიოდები, რომ ღამე არ შეიძლებოდა სიარული ქუჩაში და დღე ლოცულობდნენ და ასე შემდეგ. სხვადასხვა მიზეზების გამო ხალხი ზაფხულის პერიოდში ლოცულობენ, ხშირად აკეთებენ, რომ ადრე ლოცულობენ და ასე ვთქვათ, შემდეგ ასე ვთქვათ, იღებენ შაბათი დღეს, თუ ადამიანმა ნაადრევად ილოცა შაბათი დღე, რა თქმა უნდა მიიღო მაგან შაბათი დღეც. ამიტომ არის მიაქცევს ადამიანმა ყურადღება, რომ არ დაავიწყდეს, რადგანაც ჩვენ მიშეულებრივად ასე ვთქვათ, გონებაში რომ რადგანაც მზე არ ჩასულა, ან რაღაცა ასე ვთქვათ, კიდე დღე ნათელია ასე ვთქვათ, რომ ეს დღე კიდე შაბათი არ არის. ჩვენ მიშეულებრივად რომ დაღამდა და შაბათი შემოვიდა. ამიტომ თუ ჯამათი გარკვეული მიზეზების გამო ღებულობს შაბათს ნაადრევად, ლოცულობენ ნაადრევად, შესაბამისად რა თქმა უნდა შაბათი დღეც მივიღეთ ნაადრევად, ყველანაირი აკრძალვები და ყველანაირი მიცვები მოქმედებს შაბათი დღის. გარდა ერთი მიცვისა, როგორც ყოველთვის ცნობილია, რომ შმაისაირის მიცვიდან ვერ გამოვედით ვალდებულებიდან და შესაბამისად როცა დაღამდება, მიცვა გვაქვს ჩვენ შმაისაირი თქვათ, ყალბეთის ლოცვაში, ვარსკვლავის გამოსვლის შემდეგ. მაგის გარდა ყველანაირი მიცვა მიღებულია, ჩვენ ვართ ჩვეულებრივად შაბათ დღეს და თუნდაც ნათელი არის, უნდა ჩვენ დავიცვათ შაბათი დღე. არ დაგვაიწყდეს, რადგანაც იგივენაირად შეგვეცვლება თითქოს და შაბათი დღე დავარღვევთ და არ არის მარტო დამოკიდებული იმაზე, რომ ვარსკვლავები უნდა გამოვიდეს, რომ ჩვენ შაბათი დღე მივიღოთ. რაც შეეხება თვითონ შაბათი დღის მიცვას, ასე ვთქვათ, ლოცვას, წერია თორაში, რომ ჩვენ წინა გაკვეთილზე ვახსენეთ, რომ შაბათი დღე უნდა იყოს სიხარულით სავსე, როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ეს არის გამჩენია მოდის ჩვენთან იმყოფება, ჩვენ გვეხუტება და იმაზეც კი მიდრაშიც კი ბრძანებს, რომ თითქოს ყოველი დღე გამჩენი, ასე ვთქვათ, ქორწინდებაო ისრაელის ერთანო, შაბათი დღეს. და კაი დღებზეც არის ნათქვამი, რადგანაც ჩვენ უფრო მეტ დროს ვთმობთ გამჩენს, უფრო მეტი მიცვები გვაქვს, თითქოს და რაღაცას გონია, რომ შაბათი დღე დასვენების დღეა და დასვენების დღე არის მელახებიდან, ანუ საქმიანობიდან არის დასვენება, მაგრამ მიცვები ბევრად უფრო მეტი გვაქვს შაბათ დღეს ვიდრე ჩვეულებრივ დღეს. შესაბამისად, უნდა განწყობა ქონდეს ადამიანს, შაბათის განწყობა სიხარულით მიიღოს,
უხაროდ შაბათი დღე და პირველ რიგში რა თქმა უნდა ის რომ გამჩენთან უფრო ბევრად ახლოს ვიმყოფებით. რა თქმა უნდა შაბათი დღის ყარბითის კანონებიც როგორც ჩვენ ვახსენეთ ჩვენი თემა ჩვეულებრივი ყარბითია რა თქმა უნდა შმაისტერის მიცვები გვაქვს გარკვეული ცვლილებები გვაქვს გარდა იმისა რომ ჩვენ შაბათის მიღების ლოცვები გვაქვს იქ ლეხადოდის ლოცვა არის როგორც ჩვენ თქვით სიხარულითი ლოცვას და გაღიმებული თითქოს და ადამიანი თავის ქორწილში იმყოფება გამჩენია ასე თქვათ უფრო გვიახლოვდება გამჩენს და სიხარულით უნდა ვილოცოთ და უნდა ასე თქვათ სხვა შეგრძნება გქონდეს რომ დავმადლიანდით ბეზართა შემო კიდე ერთ შაბათს ვიცავთ ამ დედამიწაზე და ჩვენ გვაქვს რა ასევე გარკვეული ასე ვთქვათ ცვლილებები ღამის ლოცვაში გარდა შაბათის მიღების ლოცვებში მივახსენოთ ყურადღება იქ შმაისტერის კურთხევებში არის ცვლილებები და ბოლო ორი კურთხევა სხვანაირი ეს ბოლო მეოთხე კურთხევა ამინამდე სხვანაირი გვაქვს შაბათის და კაი დღეების ლოცვა არის და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვილოცოთ შაბათის ამიდის ლოცვა რაც შეიძლება თუ ადამიანი შეცდა და ილოცა ჩვეულებრივი დღის ლოცვა რადგანაც ადამიანი მიჩვეულია და ვთქვათ ლოცვაში შევიდა აიღო სიდური და ილოცა ჩვეულებრივი დღის ლოცვა და ავიწყდა კაბალათ შაბათი ილოცა მაგრამ ამიდის ლოცვა ილოცა ჩვეულებრივი დღის ლოცვა ნათქვამი თორეში რომ არ გამოვიდა მიწვიდან რადგანაც წერია იქ ამიდის ლოცვაში მიკადეშ შაბათ ბარუხათ ჰაშემ მიკადეშ შაბათ ეს არის ასე ვთქვათ შაბათის მომაღლების კურთხევა წმინდა ყოველ შაბათი დღე და მოვამაღლოთ თუ ადამიანმა ეს ბერახა არ წამოთქვა ამიდის ლოცვის მიწვიდან არ გამოსულა შესაბამისად უნდა გავფრთხილდეთ ბეზართ ჰაშემ რომ შევასრულოთ მიცვა მაქსიმალურად კარგად დაკვირვებით და იმასაც უნდა მივაქცევთ ყურადღება რომ ნახდათ ადამიანი ლოცულობდეს საღამოს ლოცვას რადგანაც შაბათი დღეს ყოველი ამიდის ლოცვა განსხვავდება არბითის ამიდის ლოცვა სხვა არის, შახარითის ამიდის ლოცვა სხვა არის და მინხის ამიდის ლოცვა სხვა არის. შესაბამისად, თუ ადამიანს ეგაერია ეს პრობლემა არ არის, რადგანაც დასრულება ყველას ერთი და იგივე აქვს, მეკადეშ შაბათ. ბარუხათ ჰაშემ, მეკადეშ შაბათ. მაგრამ თუ ადამიანმა დაავიწყდა და ილოცა ან პარასკევს საღამოს ჩვეულებრივი შაბათის ნაცვლად, ან კიდე თუ ილოცა ადამიანმა პირიქითაც რომ ასე ვთქვათ შაბათის გასვლისას ილოცა შაბათის ყარბით ანუ შემოსულ პარასკევის ყარბით ილოცა ღამის და არა მოცეის შაბათისა ეგეც პრობლემა არის ადამიანმა ასე ვთქვათ ვერ გამოსულა მიწვიდან მოცეის შაბათს ნაკლები პრობლემაა იმიტომ რომ იქ არ არის შაბათის სახელის მომაღლება ასე ვთქვათ მეკადეშ შაბათ და პარასკევს დღეს ასე ვთქვათ ნათქვამი ხანში რომ ვერ გამოდის მიცვას, რადგანაც ჩვენ გვაქვს მიცვა შაბათი დღე მოვამაღლოთ. გამჩენს ყალბით გამჩემა და გვამადლიანოს ჩვენი ყველა მიცვები მთელი გულით შეგვესრულებინოს, ჩვენი გამჩენის წინაშე ყველა ლოცვა გამჩემა მიიღოს, ვიპასუხოს, ყველა ისრაელის შვილა გამოგვიგზავნოს გამჩენმა, ყველა ისრაელი კარგად ვიყოთ. და გამჩემა სრული გამარჯვებამდე მიგვაყვანილს გამჩემა ეს სიტუაციაც. ბეზართ ჰაშემ და დროებით.